კიდევ ერთი ჰადისი იმამ ნესაის კრებულიდან, რომელსაც იმამ აბუ ჰურაირა გადმოგცემს, კმაყოფილი იყოს ალლაჰი მისგან. قال رسول الله صلى الله عليه وسلم الله شو موالمت و رحم الله رجلا قام من الليل فصلى اللهم رحمتي يقوس إمكات وينز غامت تهجد نماز أدغدا إلوتسا ثم أيقظ امرأته فصلت شمدغم غاغويدا تاويسي تسوليدا إيمانات إلوتسا ანუ მარტო მის თავზე არა ოჯახზეც რომ ზრუნავს ასეთი კაცი ალლაჰმა შეიწყალოს რაჰმეთი უყოს فإن أبت قولو თუ შეეზარა ქალსა مسح في وجهها الماء წყალი შეასხურა სახეზეო და ასეთნაირად გამოვა رحم الله امرأة ასევე ალლაჰმა შეიწყალოს ქალი قامت من الليل فصلت غامت წამოდგა ეჯუდისთვის და შეასრულა ثم أيقظ زوجها فصلى შემდგომ გააღვიძა ქმარი და ის მასაც ალოცვა იმანაც ილოცვა فإن أبى فضحت في وجهه الماء თუ კი შეეზარა იმასაც სახეზე წყალი მიაშხურა და ასეთნაირად გამოაფხიზლა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჰადისი არის შუამავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ ერთ სხვა ჰადისში ახალგაზრდების საყურადღებოდ ბრძანებს რომ ქალს 4 რამისთვის ირჩევენ სილამაზე სიმდიდრე გვარიშვილობა და სარწმუნოება ვინც რწმენას აირჩევს ის მოგებული დარჩება სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემ რა თქმა უნდა ქალზე არის ნათქვამი თუმცა ქალმაც იგივე უნდა გაითვალისწინოს საქმროს შერჩევის დროს ძირითადი ყურადღება რწმენაზე უნდა გაამახვილოს რადგანაც ის არის შენი 60-ისკენ მიმავალ გზაზე მეგზური და მათ ერთმანეთს უნდა შეახსენონ უნდა ერთმანეთს უნდა ეკაჩებოდნენ ჯენნეთისკენ მიმავალ გზაზე თუ ერთ რომელიმე შეიტანმა ძლია მეორემ უნდა გამოსტაცოს შეიტანს ხელიდან ან პირიქით სწორედ ამაზე არის შუამალალის სელამის ეს ჰადისიც რომ როდესაც ღამით ეჯუცი ადგება თუ ერთ შეეზარება მეორემ წყალი მიაშეშხოს სახეზე გამოაფხიზლოს და შეიტანს არ დაუთმოს იგი სწორედ რელიგიურობაზე ყურადღების გამახვილება ამისთვის არის კარგი რომ ერთმანეთს ხარში ამოუდგენ და უფრო ადვილად გაიკვალონ ჯენნეთისკენ მიმავალი გზა